მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგუშ შოშეშვილი გახლავართ. ეს არის ბოლოს წინა გადაცემა, ამის შემდეგ ჩვენ სეზონს დავამთავრებთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაც განსაკუთრებული სტუმარი მოგვეწვია, გიორგი გვიმრაძე, ჩვენი მეგობარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი, 42 პარალელის წამყვანი და ზოგადად კარგი ადამიანი. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ესეთი შეფასებისთვის. ჩვენ დღეს რამოდენიმე საკითხს შევეხოთ და ეს საკითხი არის ის, რომ აი ზოგადად ბევრ რაღაცაზე გვილაპარაკია როგორც ეთერში, ისე ეთერს მიღმაც. და სულ მაგ იმის განცდა, რომ რაღაცები რაც ხდება, მათ შორის საქართველოში, ჩვენი ლოგიკის მიღმა ხდება ბევრი რაღაცეები. და ახლა შენც და თქვენს ზოგადად გუნდი ცდილობთ რომ ას გეოპოლიტიკურ სურათი დაინახოთ, საერთაშორისო სურათი დაინახოთ, აქედან განიხილოთ საქართველოს მოვლენები, მაგრამ მეორე მხრივ ისე როგორც ჩვენ გვეგონა, ხო, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ ხდებოდა რაღაც პროცესები, ხო, ესე ახლა ფაქტია, რომ შიგნით ჩვენ გვეგონა რომ რაღაცა ლიბერალების დასუსტებით ავტომატურად გაძლიერდებოდნენ სხვა ძალები, ინტელექტუალური სურათი შეიცვლებოდა ჩვენთან, ახალი ინტელექტუალური ელიტების ჩამოყალიბება დაიწყებოდა, მოკლედ დაიწყებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. არ დაიწყო და მეორე მხრივ რო გითხრა, რომ ეხლა არსებული ხელისუფლება ამით სუსტდება, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ თუ საკუთარ თავს ესე შეხედავენ ძალაუფლების კუთხიდან შეხედავენ, ეხლა რომ არიან ძლიერები, ისე მე მგონი არ ყოფილა აქამდე ეს ძლიერები. ხო, კონცენტრირებული აქვს ძალაუფლება, ოპოზიცია მარგინალურია და ასე შემდეგ. მოდ შეკითხვა ესეთი, ეს შემთხვევითობები ის ერთობლიობაა, რომ ესე მოხდა და თუ ეს არის რაღაცნაირად ისეთი პოლიტიკა, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგინეთ. შეგულისხმობ, რომ ხელისუფლების მხრიდან აქვს სხვა მიზნები, ვიდრე ჩვენ ზოგადად მართველი კლასის ალბათ თავარი მიზანი ყოველთვის ნებისმიერ ხელისუფლების და მათ შორის ამ ხელისუფლების არის ის, რომ თავის ძალაუფლება არ დაკარგოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს. ახლა რასაც ჩემი აზრით აკეთებენ, ეს არის რეალურად იმ რაღაც გარკვეული თვალსაზრისით კონსოლიდაცია ძალაუფლების. ოღონდ საინტერესო ის არის, რომ ამ ხელისუფლებას რეალურად ძალაუფლების პრობლემა არ ქონია ამ 12 თუ 13 წლის განმავლობაში ძალაუფლების მიღების და თქვა შენარჩუნების სერიოზული პრობლემა არ ქონია თუ არ ჩავთვლით აი ეს 2019 წლიდან ინტენსიურ ასე ვთქვათ შემოტევას გარედან მათ ძალაუფლებაზე ანუ შიგნით მათ ძალაუფლებას საფრთხეს არ უქმნის არავინ ამ წუთის მონაცემებით მათ არ ყავთ ისეთი ოპოზიცია რომელიც თქვათ საზოგადოებას შესთავაზებს ამ ხელისუფლების ალტერნატივას და შესაბამისად მე დაამარცხებს არჩევნებში მაგალითად ან თუნდაც გადატრიალებას მოუწყობს. ჯერჯერობით ჩვენ ვნახეთ რომ ასეთი რესურსის მატარებელი პოლიტიკური ჯგუფი ქვეყანაში არ არსებობს. მაგრამ გარედან ესეთი მნიშვნელოვანი ინტენსივობით არსებობდა გარკვეული იძულება იმისკენ რომ ხელისუფლებას საკუთარი ძალაუფლება დაეთმო. მაგალითად შარლ მიშელის ხელშეკრულების ის პერიოდი რო ავიღოთ 19-20 წლები, რომ ყველაზე ისეთი ამ თვალსაზრისით ყველაზე კრიტიკული იყო, იმიტომ რომ იქ ყველაზე მეტ რამეს დათანხმდა ქართული ოცნება. ძალაუფლების დათმობასთან დაკავშირებით, ხო, როცა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც მან ჯერ მანამდე იყო, თუმცა მერე მოახერხეს მათ, რომ თქვათ აი ეს სრულად პროპორციული საკითხი უკან წაეღოთ 2019-ში ხო გახსოვს ანუ გავრილოვის ღამის შემდეგ იყო რომ ესე იგი სრულად პროპორციულზე უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ მერე შეცვალეს ეს ამბავი და გადავიდნენ 120-ზე. ესეთ ფორმულაზე პარლამენტში სადაც 30 მაჟორიტარი გაიყვანეს. მერე იყო უკვე 20 წლის შეთანხმება შარლ მიშელის ხო, რომელიც 19 აპრილის შეთანხმება ეგრეთ წოდებული, სადაც კომიტეტების თავმჯდომარეობაზე იყო დათანხმება, რომ გადასცემდნენ ოპოზიციას, სადაც თქვათ პროკურორის არჩევის წესის თემა იყო, თქვათ სახალხო დამცველის არჩევის წესის თემა და ასე რაღაც საკითხების დათმობა მოუწიათ. ოღონდ ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ ეს დათმობები იყო გამოწვეული არა იქიდან გამომდინარე, რომ აქ შიგნით იყო ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ამ დათმობებზე
ამ დათმობებისკენ აიძულებდა ხელისუფლებას. არამედ გარედან, ასე ვთქვათ, იძულებით და გარედან, ასე ვთქვათ, პროტექციონიზმით ოპოზიციის მხარეს, რომ რაღაც ქართულ ოცნებას რაღაცები დაეთმო. ეს იყო მისთვის ალბათ ყველაზე კრიტიკული მომენტი, ესე რომ ვთქვათ, როდესაც ის გადაელახა კრიტიკული მომენტი. ხო, გადაელახა კრიტიკული მომენტი, მივედით უკვე 22 წელზე, სადაც კრიტიკული მომენტი უკვე სხვაგან წავიდა, ქუჩაში წავიდა, ანუ ყველაზე დიდი პიკი აქციების ეს რა ქვია მაგას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და რაღაც ასე შემდეგ, ხო? ესეც თითქოს გადაილახა და ახლა ხდება კონსოლიდაცია მათ შორის შიდა ჯგუფში, ხო? ანუ რაღაცა ჯგუფის ადამიანები პარტიიდან და ესე ვთქვათ, თანამდებობიდან წავიდნენ და ერთი კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, ახდენს, ვთქვათ, მისთვის მისაღები ადამიანების დანიშვნას თანამდებობებზე. რაც რაღაცა თვალსაზრისით სწორია, იმიტომ რომ რაც აქამდე იყო თითქოს ეტყო გარედანაც კი ეტყობოდა, რომ ანუ სამთავრობო გუნდის შიგნით არსებობს რაღაც ბანაკები. და ეს ბანაკები ერთმანეთთან კი თანამშრომლობენ, მაგრამ ის კონსოლიდაცია არ არსებობს. რა ის კონსოლიდირება არ არის, როგორ ხდება აქ ძალაუფლების გადანაწილება და ვის უფრო მეტი ძალაუფლება გუნდის შიგნით ეს არ ჩანს კარგად და შესაბამისად უამრავ პრობლემას წარმოქმნის ეს ყველაფერი. ახლა ერთის მხრივ არის ეს კარგი რომ ხდება კონსოლიდაცია, მეორეს მხრივ ეს არის სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ ამგვარი გამოცდილება ქართულ ოცნებას არ აქვს. და ამ გამოცდილებას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ თუ მართლა გინდა შენ რომ არსებობდეს სუვერენული გადაწყვეტილებები, თუ მართლა გინდა შენ რომ არსებობდეს, ესე ვთქვათ, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, უშუალოდ ქვეყნის ინტერესებზე და არა ვთქვათ, გარედან ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, აქ საკმაოდ რთული ბაზისი გაქვს საჯარო სექტორში, რომელშიც ესე მარტივად არ ხდება ეს ყველაფერი, ანუ ესე მარტივად არ ხდება გადაწყვეტილების გატანა. გარკვეული ისინი ჩამოთვალოთ რა, რაღაც მინუსები ჩამოთვალოთ. ეხლა კი ცვლილებები არის, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ელჩებიანად იყო დივერსიული ამ წლების განმავლობაში. პრაქტიკულად იმის ნაცვლად რომ რაღაცა ეს ყოფილიყო რომ გაეტარებინა ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკა, დივერსიებს აწყობდა. და ბევრი იყო ხო რომ იქ ხმები გამოდიოდა რომ მაგათ გერმანიის საელჩოზე და კიდე რაღაცა რომელიღაც საელჩოზე რომ სააკაშვილის სურათი აქ დაკიდებული და რაღაცა ესეთი ხმების გამოდიოდა. განათლების სამინისტრო პრაქტიკულად ეს ლიბერალების ხელში იყო. უნივერსიტეტები ლიბერალების ხელში იყო და NGO-ების ხელში იყო. მოდი ვთქვათ რომ არის ამ წუთასაც არის ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ რომ იქ რამე შეიცვალა ამ წუთას არ გვაქვს ამის საფუძველი ისაც საჯარო სფეროს ბიუროკრატიაც საკმაოდ ბევრი კადრის ეხლა კი რაღაცა თითქოს იყო მცდელობები რომ ცოტა ის მოხდარიყო მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ აი ხელი ვინც მოაწერა სხვა სამინისტროებიდან წერილებს ხო ნახეთ ესაც ხო ესე იგი აღმოჩნდა რომ უამრავი ადამიანი ამ ბიუროკრატიაში თან არა ჩვეულებრივი ადამიანები არამედ რაღაც სიპების უფროსები და ასე შემდეგ ესეთი ადამიანები იყვნენ მინიმუმ ოპოზიციურად რა თქმა უნდა ვისაც უნდათ რა როგორი განწყობა უნდა ისეთი უნდა ქონდეს მაგრამ მინიმუმ არ იყვნენ ამ ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებლები აი ესე ჩამოვაყალიბოთ არ იყვნენ ამ ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებლები და მე უბრალოდ იცი რა არ მესმის სისტემას ამ შემთხვევაში ეს ესეთი მართლა არ ეძლეოდა საშუალება მაგების რაღაც რეფორმების თუ უბრალოდ არ მიაჩნია რომ ამით ძალაუფლება შეენარჩუნებს და სხვა რაღაცებზე აკეთებს კონცენტრაციას მე მაგალითად აკეთებს კონცენტრაციას გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე აკეთებს კონცენტრაციას ძალოვანებზე აკეთებს კონცენტრაციას გარკვეულწილად რაღაც სოციალურ პოლიტიკაზე და ასე შემდეგ მოკლედ ის რომ ეს ძალოვანი ახსენე და ის რომ ძალოვან ნაწილზე აქცენტი იყო გაკეთებული ეს ცალსახა თითქოს კარგად გამოჩნდა აქციების პერიოდში იმიტომ რომ ყველაზე მეტად სადაც არ შეექმნათ პრობლემა ეს იყო ძალოვანი სისტემა
ანუ ყველა სხვა დანარჩენი ინსტიტუცია, ვთქვათ, სამინისტროები, განათლების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აიც კიდე სხვა სამინისტროები, ეკონომიკის ბლოკში არ მახსენდება, მაგრამ ისეთ ესე ვთქვათ, უფრო მეტად დაკავშირებული საგარეო პოლიტიკასთან და ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროშიც იყო ის. თავდაცვის სამინისტროშიც კი იყო, კი. ხო, ანუ თლიანობაში ყველგან ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, გარკვეული გამოვლინებები პრობლემების საჯარო სექტორში, ერთადერთი, სადაც თითქმის უპრობლემოდ გადაიარა ყველაფერმა, ეს იყო აი ძალოვანი სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციები და უსაფრთხოების ინსტიტუცია და ასე შემდეგ. ანუ სადაც და ეს ფაქტია, რომ ეს ცხადყოფს იმას, რომ აი ამაზე იყო დაყრდნობილი ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ აი ამის გაძლიერებაზე, ამის ლოიალობაზე იყო დაფუძნებული მნიშვნელოვანწილად. მეორე ელემენტი იყო კიდევ ამ სახელმწიფოს არეხება, მე მგონია, რომ დიდი მსხვილი ბიზნესი იყო, ასევე ის მეორე დიდი, ესე ვთქვათ, კუნძული, რომელიც უზრუნველყოფდა ქართული ოცნების სიძლიერეს აი ამ პერიოდის განმავლობაში. ხო, ანუ დიდი ბიზნესი და ძალოვანი სისტემა იყო ძირითადი, ესე ვთქვათ, შემენარჩუნებელი ძალაუფლებისა აი ამ პერიოდში, რომელიც ეხლა გამოვიარეთ, ხო? ეხლა იწყება ახალი ეტაპი პირობითად, ხო? მოდი ესე ვთქვათ, არსებობს, რა თქმა უნდა, იმის ასე ვთქვათ, ცუდი მოლოდინი, რომ პირობითად არ გჯეროდეს ხელისუფლების. ხა ჩვენ გვაქვს ეგეთი გამოცდილებები, რომ ხელისუფლები შეიძლება არ გჯეროდეს. მე ვით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად ფორმალური ინსტიტუციების მიმართ ნდობა არის ძალიან შემცირებული მსოფლიოში და ასე შემდეგ, შეიძლება ამ ასე ვთქვათ, ინტენციით, ამ ინერციით ხელისუფლებას არ დაუჯერო, რომ მას რაღაცა საინტერესო და კარგის გაკეთება უნდა. ისმის და ვთქვათ, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის თან კონსოლიდაციის შეიძლება ესე ჩავთვალოთ, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნება თავისთავად ხო არ მოხდება, ანუ შეგვიძლია რაღაცეები. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი მაგას დავანებოთ თავი, რა გჭირდება ძალაუფლება, მაგრამ მოდი ესე მივყვეთ, რომ ვთქვათ, რომ მას უნდა მართლაც კარგი ნაბიჯების გადადგმა, ხო? რა შეიძლება იყოს ეს კარგი ნაბიჯები, ესე პირობითად რო ავიღოთ, ხო? ერთის მხრივ ეს არის, რომ ამ წუთას გარკვეული თვალსაზრისით კიდე მივცეთ დრო, მივცეთ ესე ვთქვათ, ვადა იმისა, რომ კონკრეტული ესეთი მკაფიო საგარეო პოლიტიკური განაცხადი არ გააკეთოს, იმიტომ რომ რთულია, მართლაც რთულია იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ეხლა, რაც ჩვენს გარშემო ხდება, კონკრეტული მკაფიო განაცხადის გაკეთება სათხარ ასაკეთებ და როგორ ხარ, ხო? გარდა იმისა, რომ აი ეს დიდი ხნის განმავლობაში გიწერია, რომ ევროკავშირში მიდიხარ და რაღაცა ჩვენი 78 მუხლი კონსტიტუციის. ამას ერთ წუთი დავანებოთ. თავი ამას გაიმეორებენ ხოლმე. ეს უკვე, ამის განმეორება უკვე ყველას ესმის, რომ ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რა. ანუ მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც ესმის, რომ ამის განმეორება ეს არის უბრალოდ კონსტიტუციის არსებული მუხლის, ასე ვთქვათ, განმეორება მუდმივად იმისთვის, რომ უბრალოდ რაღაც ფორმალობა შესრულდეს. ეს რაღაცა. დანარჩენი, ანუ უფრო მეტი კონკრეტიკა, რომ რას ნიშნავს მაგალითად ჩვენი აი ამ სამყაროში. აი მაგალითად რო ავიღოთ. მაგალითად სომხეთი, რომელიც პრემიერ-მინისტრმაც ერთის მხრივ, რომლის პრემიერ-მინისტრიც ერთი მხრივ ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას, uvizო მიმოსვლაზე საუბრობენ უკვე იქ რაღაცა უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და მეორეს მხრივ განაცხადა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილზე. ხო? ანუ ორი ისე არა. ხო, მესიჯია აბსოლუტურად საწინააღმდეგო თითქოს. მე მაინც მგონია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი როგორც არ უნდა უყურებდე, ძალიან კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთის უბრალოდ შეუძლებელია, მით უმეტეს შეუძლებელია ჩვენი გაწევრიანების გარეშე. ჩვენი გაწევრიანება თურქეთის გარეშე, ანუ ეს დიდი ამბავია და შესაბამისად, სადაც ხედავს შესაძლებლობას, რომ სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა საკუთარი თავის დასაცავად და საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად, იქითკენ იყურება. ანუ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ეს არის უფრო მეტად ჩინეთის მიერ, ასე ვთქვათ, ჩინეთის ლიდერობით ორგანიზებული გაერთიანება, ასე ვთქვათ. იქ რუსეთიც არის, კი, მაგრამ სამყვანი ძალა მაინც ჩინეთია. მე ვთქვათ, რომ ამერიკის გავლენა და გამოსვლის ნიშანია. კი, მაგრამ ანუ თელი ამბავი რა არის, რომ ჩინეთის, ასე ვთქვათ, ინტერესებთან დაახლოებაა. ჩინეთის ინტერესებთან დაახლოების სურვილის გამომხატველია ეს გადაწყვეტილება. ანუ ჩვენი ხელისუფლება ამას ჯერ ვერ ამბობს სად უნდა იყოს რა სივრცესთან აინტერესებს ყოფნა.
განსხვავებით თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან და ეს მესმის ამას და არ ვთხოვ რომ ეს გაკეთოს, იმიტომ რომ ჩვენ სომხეთისგან განსხვავებით 30 წლიანი საკრალიზებული დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის მიმართ. და ამის ერთ დღეში, ესე ვთქვათ, გადატეხვა უბრალოდ შეუძლებელი, ამის გარდაქმნა შეუძლებელია, ხო? ანუ სომხეთს არ ქონია ესეთი ურთიერთობა 2013 წელს მათ ასოცირების ხელშეკრულებაზეც კი უარი თქვეს, ხო? ანუ აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის და ასეთი საკრალიზება იქ ევროკავშირის და არც ერთი ორგანიზაციის, მათ შორის არასდროს მომხდარა. როგორც ჩვენთან იყო დასავლური ორგანიზაციების, ესე ვთქვათ, წმინდად გარდაქმნის პროცესი წარმოჩენილი. ამიტომ ეს ერთი ნაწილია, მეორე ნაწილი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ეს არის ჩვენი ეკონომიკის სუვერენიზაცია. ანუ ჩვენი ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რა ტიპის დირექტივას მოგცემენ დასავლური ფინანსური ინსტიტუციები. მაგის ალტერნატივა ჩინური ბანკების შემოსვლა. არ ვიცი, მე მაგის ალტერნატივა ჩინური ბანკების შემოსვლა თუ არ არის მათი შემოსვლა, მაგრამ მთელი ამბავი რა არის, წინ ნახებ, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმაზე ორიენტირება, ჩემი აზრით, რომ როგორ მოხდეს რაღაცა ტიპის საწარმოო პროცესების წარმოქმნა ქვეყანაში. როგორ გავაკეთოთ ეს? მე მგონი ერთ-ერთი პირველი, რაზეც ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ, ეს არის შიდა რესურსი და ეს შიდა რესურსი არის საპენსიო ფონდი, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხაა აკუმულირებული ამ წუთის მონაცემებით. რომლის ინვესტირებას ქვეყანას შეუძლია გარკვეულ პროცესებში. მათ შორის თუნდაც ავიღოთ ჩინური კომპანიების შემოყვანაში, ხო? ანუ მაგალითად რატო ამბობ ეხლა, რომ ჩვენ მოვახდინოთ ამის ინვესტირება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ჩინური წარმოებელი კომპანიებისთვის საინტერესო ქვეყანა. ეს გულისხმობს რას? მაგალითად ჩვენი მეზობელი თურქეთი არის საინტერესო ქვეყანა. წინა წელს ჩინურმა კომპანია BYD-მ გააფორმა 1 მილიარდიანი კონტრაქტი და თურქეთში ხსნის თავის ქარხანას. მანქანათმშენებელ ქარხანას, ხო? და რატო არის საინტერესო? იმიტომ რომ თურქეთს უკვე საკმაოდ რამდენიმე ათწლეულის გამოცდილება აქვს მანქანათმშენებლობაში, ანუ კვალიფიკაცია დაიგროვეს, იმას თავი რომ დავანებოთ, რომ თვითონ არის სადღაც 80 მილიონიანი ბაზარი, ხო? ამის გარდა ეს არის უბრალოდ უკვე კვალიფიციური კადრის მქონე ქვეყანა. ჩვენ ვერცერთ საინტერესო დარგში კვალიფიკაციას ვერ შევთავაზებთ ჩინეთს. პირიქით, ჩვენ ახლა გვჭირდება ჩინეთს, არ ვიცი, ნებისმიერ სხვა ესეთ სხვილმწარმოებელ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება პირიქით იქიდან კვალიფიკაციების მოზიდვა, რომ ჩვენ აქ დავიწყოთ რაღაცის სწავლა, რაღაც პროცესების სწავლა. თუნდაც მცირე რაღაცა, ასე ვთქვათ, საწარმოო სიმძლავრეების და საწარმოო პროცესის ოღონდ მნიშვნელოვანი იქნება და საინტერესო იქნება ჩემი აზრით მაინც რომ ეს იყოს მაღალ ტექნოლოგიურ ნაწილში. ან ბოლო აწყობის ან რაღაცა კომპონენტის დამზადება, ან რაღაც ასე შემდეგ, ოღონდ იქიდან გამომდინარე რომ მათთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამაში ინვესტირება. და მათ უნდა შევთავაზოთ რომ მათი ბრენდი შემოვიდეს ჩვენი ინვესტიციით. იმისთვის რომ ეს არ იყოს, ესე ვთქვათ, მათ ინტერესს ვერ გაუჩენთ სხვაგვარად, რომ ისინი აქ დაინტერესდნენ რამის კეთებით, იმიტომ რომ ჩვენ არც იაფფასიანი მუშახელი გვყავს და არც მაღალ კვალიფიციური. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ მათი ბრენდი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის მე ადვილად იყიდებოდეს საზღას, იმიტომ რომ დღეს თუ მაგალითად ჩვენ რაიმე, არ ვიცი, აი მიკროფონი გვიგეთია ხო ორივეს, ჩვენ თუ ამის წარმოებას დავიწყებთ პირობით, არ ვიცი როგორ გამოგვია, მაგრამ თუ ჩვენ მაგალითად ამის წარმოებას დავიწყებთ და დავაწერთ რაღაცა karmic G არ იმუშავებს. რთული იქნება ამის ამოქაჩვა, მაგრამ თუ დავაწერთ Huawei-ს ან რაღაც ასე შემდეგ, ხო, მაშინ იმუშავებს, იმიტომ რომ Huawei იქნება. უკვე ბრენდია, უკვე ცნობილია, უკვე გასაგებია და ასე შემდეგ. ხო, ნახე, აქ ძალაუფლების ლოგიკასთან ხო არ მოდის ეს წინააღმდეგობაში და ამიტომ გონია რომ ლოგიკას ხო არა ვართ აცდენილი იმ რეალობასთან რა რეალობაც არის. ესეთი საწარმოების აშენება შენ დამოკიდებულს ხდის რაღაც ბაზრებს. ელიტას აქვს რამოდენიმე განვითარების რამოდენიმე გზა, ხო? ერთი არის ეს საწარმოო დამოკიდებულება და მეორე არის ფინანსიალიზაცია, რასაც ეძახიან რა. ფინანსიალიზაცია კი განვითარებისთვის შეიძლება არ იყოს ესე იგი მაინც და მაინც რაღაცა სასურველი ესეთი რა, მაგრამ მეორე მხრივ ელიტა ამ შემთხვევაში უფრო დაცულად იგრძნობს თავს ფინანსიალიზაციით. მაგალითად ბიტკოინების საკითხი, აბა მაგალითად კიდე სხვადასხვა ესეთი საკითხი, შევხვდით ხომ რა საბანკო ესე იგი საკითხი, საკუთარ სფერო ყველაზე წარმატებული სფეროა საქართველოში, ხო? როგორაც წარმატებული კიდე საკითხია, მაგრამ ნუ ესეა, ხო? ანუ
ამ ელიტას არ ჭირდება ინდუსტრია იმისთვის რომ გადარჩეს. როდესაც ამ ელიტას ვსაუბრობ ჩვენ ეკონომიკურ ელიტებზე. არა აქ რა თქმა უნდა არ ჭირდება. ეგ სერიოზული პრობლემაა. მეორე, განათლების საკითხზე, ხშირად მიფიქრია და მაგიტომ ჩვენ ლოგიკა ხო სხვაგან ხომ არა და ზოგადად ობიექტური რაღაც ძალაუფლების ლოგიკა სხვაგან ხომ არ არის. კი ვამბობთ რომ სტუდენტები ინდოქტრინაცია მიდის, მაგრამ აბსოლუტურად განათლების დონე რა დონეზე არის ჩვენ ნახეთ ყველა კვლევებით, ხო, რომ ესე იგი აზრის გამოტანა უჭირს ადამიანებს და ჩამოყალიბება, აზრის ჩამოყალიბება და მწირე ლექსიკა და ასე შემდეგ. ეს კვლევებით ეგეცაც ვიცოდით, მაგრამ კვლევებით რომ გასტურდება ეს სხვა არის. მაგრამ მე ვარ ხო ესეთი ადამიანები შენ წინამდე რო გამოდიან. ხო ყოველთვის აჯობებ ესეთ ადამიანებს. ანუ ხო ხდები რა ლოგიკიდან გეუბნები. ხო და ეს მარტო ძალაუფლების ლოგიკა რო დარჩა, ესა ჩემი აზრით პრობლემაა რა. ამ მარტო ძალაუფლების ლოგიკიდან გამომდინარე, გასაგებია რომ იქიდან გარეშ ჩარევა შეიძლება დავამარცხო ნაცებების გავში ოპოზიციაში შევინდილია დავამარცხო, მაგრამ განვითარების ადგილი აღარ რჩება ამ პროცესში. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირველი ის ეკონომიკური ელიტიდან რომ დავიწყოთ, მით უმეტეს ჩვენი ეკონომიკური ელიტა დიდწილად იმპორტზე ორიენტირებული ელიტაა. ანუ ამით გულისხმობ იმას, რომ მას არაფერში არ ჭირდება ქვეყნის შიგნით წარმოების განვითარება. პირიქით არის ეს ყველაფერი. მე როგორც მესმის ყოველ შემთხვევაში, ანუ მე რაც მესმის იქიდან, მან ჩემს სმენაზეც აღარ არის მარტო მე როგორ მესმის იმაზეც არ არის საუბარი, ანუ ნებისმიერ მაღაზიაში რომ შევიდეთ, სადაც პირველადი მოხმარების საგნები იყიდება, ან და თუნდაც ტანსაცმელი ან რაღაც ტექნიკა ან რამე იყიდება, ყველგან გასაგებია რომ აბსოლუტური უმრავლესობა ეს არის იმპორტირებული პროდუქტი, ხო? და ადგილობრივ წარმოებას მათთან გამკლავების არანაირი რესურსი არ აქვს. ესე ვთქვათ, ქვეყანაში წარმოებაზე ორიენტირებულ ხელისუფლებას წესთაქამდე დიდი ხნის განმავლობაში უკვე უნდა ეზრუნა იმაზე, რომ რაღაცით წაეხალისებინა ადგილობრივი წარმოება, თუნდაც პირველადი მოხმარების საგნებში და ვთქვათ, ხელი შეეწყო იმისთვის, რომ მას ხელი შეეწყო მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ საწინააღმდეგოდ ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ იმპორტით დაინტერესებული ელიტებს აქვს დიდი გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. და შესაბამისად ხდება ის, რაც ხდება, ხო? მეორე, რა თქმა უნდა, განათლების ამბავი, რაც წეგან ახსენე, როდესაც ესეთი, მათ შორის როდესაც ესეთი ოპოზიცია ყავს, ძალიან კომფორტულია ხელისუფლებაში ყოფნა, ხო? ანუ ის ვერ გიქმნის ვერანაირ პრობლემას იმისთვის, რომ შენ, ასე ვთქვათ, ძალაუფლებას დაკარგო და ასე შემდეგ. მაგრამ ამასთან ერთად არის მეორე საკითხი, ხო? მაგალითად 17 წლის რევოლუცია, კი, სათავეში კი იყვნენ ადამიანები, რომელსაც ყველაფერი კარგად ჰქონდათ გააზრებული, რას აკეთებდნენ, ხო? რევოლუციის ლიდერები, მაგრამ მასა ხო ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში განათლება წერა-კითხვა იცოდა 1%-მა ალბათ. მოდი მეორე მაგალითსაც გეტყვი მაშინ. საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც განათლებაში მართლა შეიცვალა და მართლა იყო, პოლიტიკური ელიტა ვერ აყვა იმ განათლების სისტემას და იმ კულტურულ განვითარებას, რა განვითარებას კულტურაში და განათლებაში, ანუ მოთხოვნა ამ საზოგადოებას გაიზარა და პოლიტიკური ელიტა დარჩა იგივე დონის და ამან გამოიწვია ძალაუფლების გარკვეული ეროზია. კი, რა თქმა უნდა. და იგივე რო არ გაიმეორო, მაგრამ ანუ ნახე ეგ კი, მაგრამ თლიანობაში ანუ ძალაუფლების დაკარგვა შესაძლებელია როგორც ერთ შემთხვევაში, ანუ აი ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ იწყებ ძალაუფლებით ტკბობას და აღარ აკვირდები რა ხდება იმაში, რა ქვია, საზოგადოებაში, როგორ ვითარდება საზოგადოება, ეს ერთი მომენტია, მაგრამ მეორე მომენტია, რომ უნდა გესმოდეს, რომ არც მაგალითად გაუნათლებელი საზოგადოება, თქვათ, ანუ მოდი ეს დაბალი განათლების მქონე საზოგადოება, ან ინდოქტრინირებული საზოგადოება, ესეც არ შეიძლება ჩათვალო, იმად რომ გარანტია გაქვს იმისა, რომ არაფერი არ მოხდება. რატო? მე წეგან საუბრობდით, ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ მაგალითად იმ პროცესმა რომელიც ჩვენ აქამდე გავიარეთ, როგორც ყალიბდებოდა საჯარო სექტორი, როგორც ხდებოდა, ანუ რატომ მოაწერეს ხელი, ხო, იმ წერილებს და ასე შემდეგ, ხო?
ეს ყველაფერი ინდოქტრინირებული საზოგადოება, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ როგორც ეს ყალიბდებოდა, რა ფორმითაც ეს კეთდებოდა, როდესაც რატო იყვნენ მაგალითად აი წეღა რო თქვი რომ სიპების დირექტორები იყვნენ ან განყოფილების უპროსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატო? იმიტომ რომ რეალურად დასავლური ტრენინგები, ანუ დასავლურ ქვეყნებში მათ მიერ ორგანიზებული ტრენინგები და ასე შემდეგ იყო საშუალებაც კარიერული წილსვლის. ნუ შენ თუ ამ ტრენინგებს გაივლიდი, შენ თუ აი აქ მიიღებდი კარგ შედეგებს, კარგ დახასიათებას შენი ტრენერებისგან და ასე შემდეგ, ეს ხელს გიწყობდა კარიერულ წინსვლაში. და რეალურად ეს ამ ადამიანებს აქცევდა, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ასე ვთქვათ, დამოკიდებულად ხდიდა ან მათ მიმართ ესე მადლიერების გზნობას უჩენდა იმ ტრენერების მიმართ, იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც ძირითადად ცდილობდნენ მათ ასე ვთქვათ, გადამზადებას და ხშირად იყო ეს რაღაცა აი წარმოიდგინე რომ ჩვეულებრივი კლერკი ხარ, რომელსაც არ გაქვს არც თუ ისე მაღალი ხელფასი გაქვს და შენი შესაძლებლობით შენ ბევრს ვერაფერს ვერ უზრუნველყოფ საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ მაგალითად წახვიდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და იქ შენს თავს მოუწყო დღესასწაული. ამას შენ ვერ მოახერხებ. სამაგერად მოახერხებს ის ჯგუფი, ის ორგანიზაცია, რომელიც შენ წაგიყვანს ამ ტრენინგის ფარგლებში და გასიამოვნებს და ასე შემდეგ და შენ მუდმივი მადლიერების გრძნობა გაქვს. ამას საბოლოო ჯამში გამოიწვია ჩემი აზრით ის, რომ დღეს მაგალითად ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემა ცოდნის ინსტიტუციონალიზაციის. ცოდნის ინსტიტუციონალიზაციაში ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში საჭიროა არსებობდეს გარკვეული ინსტიტუციები, სადაც აკუმულირდება გარკვეული ცოდნა, გარკვეული ინფორმაცია, მუშავდება ეს ინფორმაცია, მზადდება გადაწყვეტილებად და შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებთან მიდის ფურმაგიდაზე, რომ აი ესეთი და ესეთი ინფორმაციას დაყნობით ესეთი და ესეთი გადაწყვეტილებაა მისაღები. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ, რომ საჯარო სექტორში არსებული რესურსი ერთი რომ ამ ინფორმაციის დამუშავება მხოლოდ იმ იდეოლოგიურ ნარატივთან შედარებით შეუძლია, რომელი იდეოლოგიურ ნარატივითაც ის აღზრდილია, ერთი და მეორე შენთან მოტანილი გადაწყვეტილება დიდი რისკია, რომ უფრო ადრე მივა მასთან, თუნდაც ვის ინტერესის წინააღმდეგად შეიძლება შენი გადაწყვეტილება იყოს მიმართული. მოდი ესეც შეკითხოს დავსვა აი ამ კონტექსტთან დაკავშირებით, ეს გამოცდილება რაც არის. რეალურად ჩვენ კი შეიძლება რაღაც მომენტში არ მოგწონდეს, მაგრამ ანტიინტელექტუალიზმი ხშირ შემთხვევაში იყო ძლავრი პოლიტიკური იარაღი. კი, რა თქმა უნდა. ინდოქტრინირებულ ლიბერალებს უფრო ხშირად ანტიინტელექტუალიზმით უპირისპირდებოდნენ და ჯაბნიდნენ, ვიდრე ინტელექტუალური ალტერნატივებით. ხო, იმიტომ რომ რთულია ინტელექტუალური ალტერნატივები. რთულია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ინდოქტრინაციასთან, ანუ რწმენებთან ინტელექტუალური კამათი საკმაოდ რთული ამოცანაა. ხო, მაგრამ თუკი მე ვჯობნი ანტიინტელექტუალიზმით. თუკი შემიძლია ვთქვა, რომ ანტიინტელექტუალიზმი ამ შემთხვევაში არის ანტირწმენა. ანუ შენი რწმენის წინააღმდეგ მე ვაყალიბებ რაღაც გარკვეულ სხვა რწმენას. ანუ აი უფრო მარტივი აი პრინციპში რასაც პოპულისტებს ეძახიან დასავლეთში, გარკვეულწილად ეს არ არის აკადემიური ცოდნები. ხო, ეს შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი ხალხის განწყობები. კი ბატონო. რომელიც არა ბაიდამაინს ახლა ინტელექტუალური რაღაც აკადემიზმებით არ გამოირჩევა ეს და ეს არა კი ანტიინტელექტუალიზმი ვერ შექმნის რაღაც ალტერნატიულ პროექტს, მაგრამ აი ხომ იყო რაღაც დონეები მათ შორის რევოლუციის, ძველი წლის რევოლუციის პერიოდში. სხვადასხვა 1905-6 წლების პირველ რევოლუციის დროს იქ იწერებოდნენ, რომ აი ესენი ბოლშევიკები უფრო ინტელექტუალები არიან და მენშევიკები ნაკლებად ინტელიგენცია არისო და ამიტომ მენშევიკები ჯობიანო, ხალხს ეგრე ეგონა. ჩვენთან სხვანაირადაა წარმოდგენილი. და ხალხში უფრო ის მოწონდა, რომ ვიც მის ენაზე საუბრობდნენ. აი შავი თეთრი, ის არის ბოროტი, ესაა კეთილი, ხო? ის არის რაღაცა ანტიქრისტიანი, რაც პრინციპში ეს შეიძლება თქვა, რომ რაღაც ხრი შეთქმულების თეორია, მაგრამ მათ შინაარსში რო შედიხარ, მართლა ანტიქრისტიანული გამოდის, ხო? საბოლოო ჯამში. კი, ანუ მაგალითად რო ავიღოთ ახლა, სულ ხეგეუნები დღევანდელი საპატრიარქოს განცხადება მაგალითად, ხო? ხო და ვეღარ ხედავს აკადემიურ სივრცეში ალბათ მოკავშირეს.
ეგეთი ძალაუფლების სტრუქტურები და ამიტომაც როდესაც დაკარგული მიაჩნია, კი ვიღაცები შეიძლება ერთეულები არიან ჩვენიანები, მაგრამ თვითონ ეს სისტემა ეგეთი აზროვნ ეგეთ ლოგიკა ხوار მუშაობს მე. არა, მუშაობს და რაღაცა თვალსაზრისით სწორია, იმიტომ რომ აკადემიური სივრცე ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენთან აკადემიური სივრცე ქვია დღემდე, ეს აკადემიური სივრცე არ არის პროქართული, ასე დავარქვათ. ანუ საქართველოზე ორიენტირებული არ არის. ეს აკადემიური სივრცე, ანუ საუნივერსიტეტო ეგრეთ წოდებული სამეცნიერო საქმიანობა სხვა რაც არის ეგ არის, ხო? მოგწონს ჩვენ არ მოგწონს, ესეთია უნივერსიტეტი, ესეთია ის სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც იქ წარმოებს, ხო? დიდწილად ეს არის ინდოქტრინირებული, იდეოლოგიაზე ორიენტირებული, ასე ვთქვათ, პროცესი. პროგრამები სასწავლო იქნება ეს თუ რაღაც კონფერენციები და ასე შემდეგ, ძირითადად ორიენტირებული იმაზე, როგორ ევროინტეგრაციის საკითხი. სხვა შორის ეს პრობლემა დასავლეთშიც არის. ამას უწოდებენ კათედრალს. კი, რა თქმა უნდა, იქაც არის და შესაბამისად, როდესაც თქვათ პირობითად ხელისუფლება ვერ ხედავს დასაყრდენს ამ ჯგუფებში, ამას ობიექტურ მიზეზს აქვს და სუბიექტურიც. მე სხვა რამესაც ვამბობდი, თვითონ ის რაც დასავლურ კრიზისს უწოდებთ, ეს აკადემიურ სივრცეში გაჩენილი კრიზისი. რა თქმა უნდა. და შესაბამისად, ახლა იქნებ როგორც ინსტიტუციას აკადემიზმს, მაგიტომაც არ ექცევა ის ყურადღებას გვინდა რომ ისე მიექცეს, ხო? იქნება ეს ლოგიკა, ძალაუფლების ლოგიკა. ანუ გვეუბნება ჩვენ რომ აი მოდი ახლა ეს უკვე იმდან გარყვნილია ეგ სივრცე. ეხლა ჩვენ რომ მისი გამოსწორება ვცადოთ, ვერ გამოვასწოროთ, ფულს კი ჩავყრით და ისევ ჩავყრით ჩვენი მოწინააღმდეგეების ხარეს უფრო მეტ ჩვენ მტერს გავიჩენთ ამით. საბოლოო ჯამში მაინც ესე იქნება. ეს ლოგიკა ხარ მოქმედებს. შეიძლება მოქმედებდეს, არ არის გამორიცხული, მაგრამ რა ვქნათ? ანუ აი რა გავაკეთოთ პირობითად, ხო? ერთი მომენტია, რომ ცოდნაზე სრულად ხო ვერ ვიტყვით უარს. შეიძლება არის ცოდნა, ეხლა მოდი ესე ვთქვა, არის ცოდნა უკვე აკადემიურ სივრცეში. აი, არა, იქ რა არის? ილიანოში რა ცოდნა არის? ხო და მაგას ვამბობ, ნახე, იქ რა არის, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ჩვენ რა გვინდა? ჩვენ როგორც ქვეყანას, ჩვენ როგორც სახელმწიფოს, ჩვენ როგორც ერს, რა გვჭირდება? და გვჭირდება თუ არა ცოდნა? ეხლა იქ რო არ არის ცოდნა, ეს უკვე გავიგეთ, ეს გადავწყვიტეთ, რომ არ არის, მაგრამ გვჭირდება თუ არ გვჭირდება? თუ ვიტყვით რომ გვჭირდება, მაშინ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? როგორ უნდა მოვახდინოთ ის, რომ აი აქამდე ანტიაკადემიზმად, ანტიმეცნიერებად ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო პროცესი შევცვალოთ, დავაბრუნოთ შიგნით მეცნიერება, დავაბრუნოთ შიგნით სასწავლო სწორი საგანმანათლებლო პროცესი და აღზარდოთ იმ ტიპის, თქვათ ესე თქვათ, განათლებული ახალი ადამიანების ამ შემთხვევაში სოციალური ინჟინერიას არ გულისხმობ, ანუ ის ხალხი, რომელიც შრომის უნარიანი ადამიანები, ცოდნაზე დაფუძნებული ცოდნის მატარებლები და ასე შემდეგ, რომლებიც გვჭირდება ქვეყნის განვითარებისთვის. ანუ აქ ამოცანა არის განსასაზღვრი, რომ კი დიდი რისკია, რომ ხელისუფლებას აი ამ ესე ვთქვათ, იმანენტური ამოცანიდან გამომდინარე არ კონდეს ეს გრძელვადიანი ხედვა და არ უყურებდეს ამას როგორც გრძელ პროცესში და პირიქით, ანუ ამ წუთას კონდეს ამოცანა, რომ საერთოდ განანეიტრალოს იქიდან მომდინარე საფრთხეები და საერთოდ გააჩეროს ეს პროცესი და არ მიაქციოს არანაირი ყურადღება, არ გარდაქმნას, ამის დიდი რისკი არსებობს, შეიძლება ცდუნებაც კი საკმაოდ დიდი იყოს ამისი, მაგრამ მეორეს მხრივ არის რა, რომ შეიძლება თუ არა ერთის მხრივ ქვეყანა და თუნდაც ის ხელისუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს, რომელიც დღეს არ დაიწყებს იმაზე ზრუნვას, როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი რამდენიმე წელიწადში. იმიტომ რომ ასე ყოფნა, ასეთი ესე ვთქვათ, ფუნდამენტის გამოცვლა საკუთარი თავიდან. იმიტომ რომ რა არის, მარტო საგანმანათლებლო სისტემაში ხო არ არის პრობლემა. მაგალითად პარტიული განათლებული ის მაგისტრატურა დამთავრებული ადამიანი მე მოდი შენ სამინისტროში იწყებს მუშაობას შენ სამინისტროში ხდება შენი ბიუროკრატი და იმ ეთიკეტა მოდი დავანებოთ თავი იმას ვინსად რა მოდის და ასე შემდეგ, ხო? პარტიაში რა ხალხი მოდის? ანუ პარტიის შემადგენლობა საიდან მოდის? ისევ იქიდან არ მოდის? ანუ თქვათ
შენ თუ ძალაუფლებაზე გაქვს პრეტენზია და გრძელვადიანი პრეტენზია გაქვს ძალაუფლებაზე, ვთქვათ, ხო? ეს ხო ნიშნავს, რომ შენ პარტიული პროცესიც აწყობილი უნდა კონდეს გრძელვადიან ძალაუფლების შენარჩუნებას, ხო? ერთი მომენტია. აი ეხლა რა გრძელვადიანი სიტუაცია როგორ უნდა მოახდინო მისი კონსტრუირება, როდესაც კაციშვილმა არ იცის უკრაინაში როგორ დამთავრდება ომი. გაიყინება სიტუაცია, იქ უფრო ევროპაში გადავა, არ გადავა, უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ამის პროგნოზირება ხო გვაჩვენა, აი ბოლო რამოდენიმე წელმა, ვინც გააკეთა პროგნოზირება ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას, ყველა შეცდა. თითქმის ყველა შეცდა. მოდი ესე ვთქვათ, როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინაში კონფლიქტი, როგორც არ უნდა მოხდეს ეს პროცესი. ძალაუფლების მატარებელი როცა ხარ ნებისმიერ ქვეყანაში. შენი ამოცანა რა არის? თუ ძალაუფლება შეინარჩუნო, ხო? ანუ ხო არ შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს რაღაცა სცენარი უკრაინაში, მაგალითად, რომ და იმ სცენარის განვითარების შემთხვევაში რომელიღაცა ქვეყანაში, მაგალითად საქართველოში, ხელისუფლებამ აი ის სცენარი რადგან განვითარდა, კარგი, ჩვენ წავალთ ახლა ხელისუფლებიდან. ესეთი სცენარი ხო არ არსებობს, არა? ანუ შეიძლება შენს წინააღმდეგ უფრო მეტი წნეღი წამოვიდეს იმ სცენარებიდან გამომდინარე, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სცენარი, რომელიც შენ გათქმევინებს, რომ რადგან იქ ასე დამთავრდა, ახლა მე სახლში წავალ. ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა ეგ ექნება ყოველთვის. ხო, მაგრამ ნახე მეორე მომენტია, მაშინ ჩვენი პოლიტიკური სისტემაც ვნახოთ რა. ამდენი პრემიერ-მინისტრი ყავდა. მithumedes ამდენი განათლების მინისტრი, ხო? აი თვითონ პრემიერ-მინისტრმა აი როგორ გონია რამდენი წელზე აქვს რაღაცა გათვლა. აი რამდენი წელზეა გათვლა. უყურებ. ხვდები რასაც გეკითხები. მესმის, რასაც მეკითხები. ზოგადად ეგ მაშინ ალიევია საჭირო, რომელსაც გარანტირებულად აქ ძალაუფლება, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ეხლა ჩვენ ხო რეალისტურად შევხედოთ ამას ყველაფერს. გასაგებია, რამდენი პრემიერ-მინისტრი გამოვიცვალეთ ამ 12 თუ 13 წლის განმავლობაში, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო ყველას ძალიან კარგად გვესმის რეალურად ესე ვთქვათ, საბოლოო სტრატეგიული ძალაუფლების მატარებელი ვინ არის, ხო? ის არ იცვლება ამ შემთხვევაში, ხო? 13 წელია ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი არ იცვლება სტრატეგიული ძალაუფლების მატარებელი. ანუ ამ შემთხვევაში ტაქტიკური ძალაუფლება ვის ხელშია, ამას ესეთი პრინციპული მნიშვნელობა გრძელვადიან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში არ აქვს. ვიღაცა უკეთესად აკეთებს ამ ტაქტიკურ საქმიანობას, ვიღაცა უარესად, პირობითად. მაგრამ სტრატეგია, რომელიც არჩეულია, ხო? მე მაინც გონია, რომ იმ ადამიანის არჩეულია ეს სტრატეგია და ის ამ სტრატეგიას მიყვება. ამ სტრატეგიის მანძილზე ტაქტიკურად ზოგჯერ ესია საჭირო, რომ ესე იყოს ფრაგმენტირებული ძალაუფლება. ის ასე თulis. მე არ ვამბობ იმას, რომ ეს სწორია ან არასწორი. ის ასე თulis, რომ ზოგჯერ ასეა ტაქტიკურად საჭირო, რომ ეს იყოს ფრაგმენტირებული, ზოგჯერ კონსოლიდირებული, როგორც ახლა ხდება, ხო? ანუ მაგალითად ეს ტაქტიკური ძალაუფლების თავშეყრა ერთ ადგილას, მაგრამ სტრატეგიული ხაზის გამტარებელი თვითონ არის. ამიტომ და არ მგონია მე რომ მას ასე კონდეს დაალაგებული თავის თავში ეს საკითხი, რომ თქვათ უკრაინაში სხვა რომელიმე ერთი კონკრეტული სცენარის შემთხვევაში მას სტრატეგიული ამოცანა ეცვლება რა და აღარ უნდა ძალაუფლებაში ყოფნა ან რაღაც ასე შემდეგ, ხო? ესე არ მგონია, ძალაუფლების შენარჩუნება მისთვის და ზოგადად ამ გუნდისთვის ყოველთვის იქნება ამოცანა. იმის მიუხედავად როგორ განვითარდება იქ პროცესი. აბსოლუტურად რთული იქნება იმის ახლა დღეს პროგნოზირება, როგორ მორჩება ეს ყველაფერი და რას გამოიწვევს ესა თუ ის სცენარი ამ ძალაუფლების შენარჩუნების მიმართულებით, ხო? რაღაცა სცენარებია, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას გააადვილებს, რაღაცა სცენარებია, რომელიც გაართულებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა დარჩება თავის ადგილს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე უნდა იზრუნოს და იმსჯელოს დღეს ჩემი აზრით ხელისუფლებამ, როდესაც მსჯელობს იმ პერიფერიულ პროცესზე, რომელიც ამ ძალაუფლების გარშემო იკრიბება. ეს პერიფერიული პროცესი რა არის? განეიტრალება იმ საფრთხეებისა, რომელიც შეიძლება ყველაზე რთული სცენარის შემთხვევაში შენს წინაშე აღმოჩნდეს. და ეს საფრთხეები რა არის? ეს საფრთხეები არის, რომ ესე ვთქვათ, მაგალითად ავიღოთ ძლიერი ოპოზიცია. და მე მგონია, რომ ამ ოპოზიციას ამის გაკეთების რესურსი არ აქვს. ეს ერთი საფრთხე განეიტრალებულია, რა ესე ვთქვათ. მეორეს მხრივ ეს არის გარკვეული, ვთქვათ, განათლების სისტემა, რომელიც შენ ახალ კადრებს გაძლევს, რომელიც შენგან დისტანცირებულია. ანუ ახალი ადამიანები
პოლიტიკაში იქნება ეს ეკონომიკაში შემოსული ახალი ადამიანები, ან კიდევ ერთხელ ამბობს ახალ ადამიანებს, ამბობ არ ამბობ სოციალური ინჟინერი. ამბობ პოლიტიკაში, ეკონომიკაში შემოსულ ახალ ადამიანებს, ხო? სწავლა დაამთავრეს და ეხლა მოვიდნენ სადღაც იწყებენ აქტიურ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, ხო? ესენი შენგან არიან დისტანცირებული. აი აქ საფრთხეა. ეს საფრთხეა, შენგან დისტანცირებული საკმაოდ დიდი ჯგუფი ადამიანებისა. ასევე ვთქვათ, ეკონომიკურად კი განვითარებული, კი ბოლო პერიოდში, ესე ვთქვათ, 10%-იანი ზრდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ უკვე, რომ ტენდენციები შემცირებისკენ არის ეკონომიკური ზრდის. და მეორე ნაწილი ამ ეკონომიკური ზრდის, ხო, მაღალი მაჩვენებელი კი გაქვს, მაგრამ ამის ინკლუზიურობა არც ისე მაღალია. ანუ ეკონომიკა რო გაიზარდა, ამას ესე პირდაპირ გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე არ ქონია. და რატო არ ქონია? იმიტომ რომ ჩვენ როგორ უყურებთ, ანუ კი შეიძლება ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ერთით უფრო მეტი მაისური იყიდა, ვიდრე ყიდულობდა წინა წელს პირობითად. მაგრამ ტანსაცმლის ყიდვა, საკვების ყიდვა, ვთქვათ, ეს ყველაფერი რო არ არის კეთილდღეობა, ეს ხო გასაგებია. რამდენად შეუძლიათ ამ ადამიანებს საკუთარ თავს ეთიკური და ესთეტიური სიამოვნებები მიანიჭონ. და აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს ჩემი აზრით. ჩვენ წიგნებს ვერ ყიდულობს ადამიანები, ვერ დადის კინოში, ვერ დადის თეატრში ვერ დადის და კინოში, მათ შორის იმის გამო, რომ რა გადის იქ, ხო? შეიძლება ისეც იყოს ერთი მიზეზი, რატო ვერ მიდის იქ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლებლობები, ხო? შიდა ტურიზმი გვაქვს საკმაოდ დაბალი, ანუ ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში წავიდნენ და დაისვენონ და რაღაცა განიტვირთონ იმ სამუშაო პროცესიდან, რომელშიც ისინი არიან ჩართულები და მეტიც ჩვენთან ადამიანებიც მუშაობენ 2-3 სამსახურში და ეს მუდმივი სტრესია, ხო? ანუ რატომ გვაქვს ქალაქში ასეთი დიდი მობილობა დღის განმავლობაში? იმიტომ რომ დღის პირველ ნახევარში მუშაობს ერთ სამსახურში, დღის მეორე ნახევარში მეორე სამსახურში და დღის განმავლობაში უწევს სამხელა ისა რა ქვია, ეგრეთ წოდებული ტრაფიკის დაძლევა, ხო? რაც ასევე სტრესია, საცობში დგომა და ასე შემდეგ და ამებს ყველაფერს სჭირდება ნორმალური გადაწყვეტა. ანუ ეს სოციალური პრობლემებიც ასევე გამოწვევაა. არ გაქვს შენ ასეთი, ესე ვთქვათ, დალხენით ყოფნის შესაძლებლობა და მეოთხე, ანუ იმ სცენარი თუ ცუდი სცენარით განვითარდება, თქვათ, შენი ძალაუფლებისთვის ცუდი სცენარით, ეს იქნება გარედან სერიოზული წნეხი, ხო? გარედან სერიოზული წნეხი თან ორი მიმართულებიდან პირობითად, ხო? თუ ვთქვათ, რუსეთი იქ მარცხ ხდება, დასავლეთით შენზე წნეხს აძლიერებს, იმიტომ რომ შენ ის არ გააკეთე, რაც შენ მოგთხოვეს ამ ომის განმავლობაში და რუსეთი შენზე წნეხს აძლიერებს, იმიტომ რომ იქ ესე ვთქვათ, დანაკარგი ეს ხო თავიდანვე იყო, რომ მუქარა იყო როგორც დასავლეთისგან, ისე რუსეთისგან იყო, ორივეგან იყო მუქარა და რა თქმა უნდა ეს გაძლიერდება უბრალოდ. ფაქტია. გაძლიერდება იმ თვალსაზრისით, რომ ერთის მხრივ არ შეასრულა და მეორეს ექნება კომპენსირების სურვილი. სადღაც დააკომპენსიროს ის, რასაც იქ ვერ მიიღებს პირობითად. ანუ მე ვამბობ ამას ძალაუფლების შენარჩუნების პერსპექტივიდან ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში. უკრაინისთვის ცუდი და კარგი სცენარს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩვენ ამბობ აქ ძალაუფლების შენარჩუნების პერსპექტივიდან. საბოლოო ჯამში შენ მაინც ისე უყურებ, რომ ესე იგი როგორც აი დიდხნიანი მართლობის ლოგიკიდან გამომდინარე, ხო? ესე უყურებ, რომ ამ ლოგიკით რა იქნება კარგი. მე რა არიცი, მე ამ ხელისუფლებას ჩემთვის არ მოუწია საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო, რომ მათ გრძელვადიანი ძალაუფლების შენარჩუნების გრძელვადიანი გეგმა არ აქვთ. ის ანუ პირობითად არსებობს ხელისუფლება, რომელიც მოდის და რაღაც საარჩევნო ციკლზე აქვს ორიენტირებული, არსებობს ხოლმე ეგეთი შემთხვევები, რომ საარჩევნო ციკლზე აქვს ორიენტირებული თავისი რაღაცა ხედვა და მზად არის, რომ მერე წააგოს პირობითად, რა. და ამაში ვერ ხედავს რაღაცა ისეთ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომ გადავიდეს ოპოზიციაში და რაღაც ასე შემდეგ. მე არ ვამბობ, რომ ესენი ხედავენ ამაში ტრაგიზმს, რომ ოპოზიციაში გადავიდნენ, მაგრამ რეალურად ის ოპოზიცია ვინც მოდის, ამათთვის შეიძლება პრობლემა იყოს სერიოზული. ხო, ნუ მოდის რაღაც სიკვდილი, ხო, რაღაცა რომ რეპრესიები მოდის და ის კი ბატონო, ამიტომ ამათთვის როგორ არის? ამათთვის არ არის ესეთი მარტივი, რომ ძალაუფლება დაკარგონ. ეს არ არის ის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მათ აქვთ უფლება, ესე რა ქვია მაგას,
ამ ყველაფერს ზერელეთ შეხედონ რა ანუ სერიოზულად არ მიუდგნენ და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას არ ეცადონ ყველა ცდილობს რა თქმა უნდა ყველა ცდილობს მაგრამ ანუ რაღაც მე გულისხმობ ამ შემთხვევაში დიდი ძალის ხმევა არ ჩადონ ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში ოღონდ არა იმიტომ რომ ესეთი ძლიერი ოპოზიცია ყოთ რომელიც ძალაუფლებას წაართმევს არამედ იმიტომ რომ უკვე დიდი ხანი გავიდა რაც ისინი ხელისუფლებაში არიან და საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ არსებობს უფრო მეტი მოთხოვნა რომ მათ რა უნდა შეასრულონ ვიდრე მხოლოდ ის რომ აი ოპოზიციაში არიან ისინი და იმათ იმოსვლა ცოტა ხანში აი ის ჯგუფი ადამიანებისა ეგრეთ წოდებული ახალი ადამიანების რაც წეღან ვახსენე ანუ ეკონომიკაში და პოლიტიკაში შემოსული ახალი ადამიანებისა აბსოლუტურად არანაირი წარმოდგენა არ ექნებათ იმაზე რა იყო რა შეუბნები როცა ეუბნები რომ ის არის ოპოზიცია აი ოპოზიცია არის ასეთი და ასეთი ანუ ამ ინფორმაციას მათთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება სულ ცოტა ხანში ხო ანუ ჯერ კიდე თუ არის თაობა რომელიც აქტიურია და თუნდაც აქციაზე დგას და ასე შემდეგ და მისთვის მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ხსენება მიუღებელია მინიმუმ ამბობს რომ ნაცები და ხოცები ერთად არიან აი მაგას ცოტა ხანში ეგრე არ იქნება ცოტა ხანში შეიძლება წამოვიდეს ჯგუფი ადამიანებისა თაობა ხალხის რომელსაც წარმოდგენა არ იქნება რა არის ეს ყველაფერი ეგ მეორე მხრივ ხო განეიტრალებული ეხლა რეალურად რო შეხედო აი კონტრარგუმენტს და მაგას ვამბობ ანუ მე აი ვარ ქართული ოცნები გავანეიტრალე ეგ ნაციონალური მოძრაობა გავანეიტრალე მაგრამ თლიანობაში შენ ხო მე ნაციონალური მოძრაობის ალტერნატივას მთავაზობ მუდმივად ანუ შენ ხო მე არ მთავაზობ ეხო ჩემი საქმე არ არის მეორე მხრივ მე შენ შემოგთავაზო ოპოზიციური ალტერნატივა არა შენ უნდა შემოთავაზო პოზიტიური დღის წესრიგი შენ უნდა შემოთავაზო მე როგორ კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებ ხვალ როგორ ცუდ ქვეყანაში არ დავბრუნდები კი არა როგორ კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებ და აქამდე ძირითადი ნარატივი არის როგორ ცუდ ქვეყანაში არ უნდა დავბრუნდეთ ხო ანუ ნაცების და ბრუნების საწინააღმდეგო ნარატივი გულისხმობს იმას რომ როგორ ცუდ ქვეყანაში არ უნდა დავბრუნდეთ როგორ კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხო და არა უბრალოდ თქმა იმისა რომ კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებთ არამედ როგორ ვიცხოვრებთ ამ კარგ ქვეყანაში ეს არის პოზიტიური ნარატივი რასაც მე შენგან ველოდები როგორც ხელისუფლებისგან პირობითად ხო ან ნებისმიერი პარტიისგან ნებისმიერი პარტია მე რო ახალგაზრდა ვარ რაღაცა აი მე ხა ნაცები მახსოვს და გავიგე ეს რომ ჩემზე ეს ნარატივი მოქმედებს მაგრამ მე რო ვარ თქვა უნივერსიტეტი ახლა დავამთავრე და 12 წლის წინ თუ 13 წლის წინ ჯერ კიდე რა ვიცი მე 7-8 კლასში ვიყავი თუ უფრო პატარა ვიყავი ხო და არ მახსოვს ეს ყველაფერი კარგად რას მეუნები იმით რომ ნაცები არ უნდა დაბრუნდნენ ანუ რა არ უნდა მოხდეს უნდა წავიდე და ჩემ მშობლებს უნდა ვკითხო და იმათმა უნდა მომიყვე ან ვიღაცამ უნდა მომიყვეს კიდე და ამ მოყოლით უნდა წარმოვიდგინო მე რას მეუნები ხო და არა და მე ამ წუთას გამოვედი უნივერსიტეტიდან და ჭირდება დასაქმება ჭირდება ჩემი თავის სათანადო რეალიზება და ესე რა ქვია მაგას შესაბამისად ვიგრძნო თავი ჩემს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით რას მთავაზობ, ეს არის ჩემი თავარი ამოცანა, ხო? და შენ თავაზობ, რომ უფრო ცუდ ქვეყანაში არ დავბრუნდებით. უფრო კარგში სად მივდივართ, ეგ უნდა მითხრა რა და ის რომ რაღაცა მომენტში ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით და რაღაცა თითქოს ეს კი არის პოზიტიური ნარატივის ნაწილი, მაგრამ ამის პარალელურად შენვე მეუნები, რომ შენ მითითებით მეუნები, რომ თითქოს ეს პერსპექტივა არ არსებობს. ხო? ანუ თან მეუბნები ოფიციალურად მე მიცხადებ, რომ იქ შევალთ, მაგრამ ამასთან ერთად იმ ინფრასტრუქტურით, რომლითაც შენ ჩემთან კომუნიცირებ, იმ ინფრასტრუქტურით მეუბნები, რომ ეს არ არის რეალისტური ეს არის, რა ქვია, პროექტი. აი, დასრულისკენ მივდივართ და შენი ლოგიკიდან გამომდინარე. მეც იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ მოხდება ეს ახალი პროექტის, ანუ აუცილებელი გამოწვევა ეს ახალი პროექტის შექმნა. იცი რა, მე მგონია, რომ ეს აუცილებელი გამოწვევა, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ამას გააკეთებს ხელისუფლება, მაგრამ ესე ვთქვათ, მოდი თუნდაც დავარქვათ, რომ მე ვარ ოპტიმისტი და მე უყურებ ამას ოპტიმისტურად. უბრალოდ მე მესმის, რომ დღეს უკვე თავად ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანიდან გამომდინარე საჭიროა კაფიო პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება საზოგადოებისთვის. და ეს მკაფიო
პოზიტიური დღის წესრიგი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს უკეთეს განათლებას, უკეთეს შრომას, უკეთეს კეთილდღეობის უკეთეს რესურსებს, ეს ჯანდაცვის სისტემა იქნება თუ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა იქნება თუ უბრალოდ დასვენების სისტემა რა, ანუ მე ადამიანს სადღაც რომ დავიღალე, მინდა რომ დავისვენო. ისმის ანუ დავისვენო გონებრივად. არ გულისხმობ დასვენებაში, რასაც ხშირად გულისხმობთ ხოლმე, რომ ერთი კვირით სადღაც შვებულებაში გავედი და იქ არაფერი აღარ გავაკეთე. ვიგნო რაღაც სტაბილურობები. აი გაგიზრო სტაბილურობა. არ იყო მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში. ხო, მუდმივად არ მქონდეს ეს სტრესი, მუდმივად არ მქონდეს იმის განცდა, რომ აი მე არაფერი არ მიცავს გარშემო. არ არსებობს ჩემი სოციალური დაცვის ინსტრუმენტები. სახლს დავკარგავ, ნებისმიერ წამს თუ სამსახურს დავკარგავ და ასე შემდეგ. ისმის ანუ აი ეს რაღაცა საკითხები, ეს პოზიტიური დღის წესრიგი არის შემოსატანი. ეს მათ შორის ის რომ მე რო რაღაცაზე ავირჩიე ჩემი სწავლა რაღაც პროფესია, ხო? ეს პროფესია ვიღაცას დაჭირდება ამ ქვეყანაში და ტყუილად არ ავირჩიე ეს ყველაფერი და ეს დრო, ეს ენერგია არ იყო ტყუილად გადაყრილი და საბოლოო ჯამში ვიღაც არ მეტყვის რომ თუ ნუ აქ ვერ რეალიზდები წადიშულო ქვეყნიდან და სხვაგან მონახე შენი გამოსავალი, ხო? ანუ აი ეს არის პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც მე მგონია რომ დღეს უკვე მივედით იმ მომენტში, განვითარების იმ ეტაპზეა ქვეყანა, რომ აი ახლა უკვე ხელისუფლება იქნება თუ ნებისმიერი პარტია, ეს უნდა შესთავაზოს საკუთარ ამორჩეველს. ეს უნდა შესთავაზოს ქვეყნის მოსახლეობას, რომ ასეთი უნდა იყოს დღის წესრიგი, პოზიტიური დღის წესრიგი. არა ვიღაცისაგან გათავისუფლება რაღაცა პოლიტიკური ჯგუფისგან, არამედ აი ეს რაღაცის გაკეთება. მადლობა. დროს რაღაც გადავაცილეთ ცოტა. მე ცოტა პროვოკაციული შეკითხვები დაგისვ სპეციალურად, რომ ის ყოფილიყო. არ ვიცი როგორ გავეცი პასუხი. მეც მიმაჩნია რომ რაღაც ეტაპზე უკვე მოვიდა დრო რომ ის ძველი ლოგიკა უნდა დასრულდეს და რაღაც აი ეს მუდმივი ნაცების, კიდე ლიბერალების, კიდე სხვა ესეთი ძალების მობრუნების შიში უნდა დასრულდეს და აღარ უნდა იყოს ეს როგორც საფრთხე და რაღაც სხვა რაღაცებზე უნდა დავიწყოთ საუბარი. უკვე დრო არის ამის, უკვე საჭიროა გადავიდეთ ახალ ეტაპზე. სწორედ ამიტომ საჭიროა ღიად დავიწყოთ ამაზე საუბარი, რომ იმის გარდა რომ ჩვენ არ გვინდა ნაცები, ჩვენ არ გვინდა ლიბერალები, ჩვენ არ გვინდა ეს რაღაც აქციის მონაწილეების მოთხოვნები, ესე ვთქვათ, ეხლა ვინც არიან, ამის გარდა ჩვენ კიდე სხვა რაღაცა გვინდა. ჩვენ გვინდა ნორმალური განვითარებული ქვეყანა, სადაც რაღაცა ჩვენი რაღაც ამბიციები, მინი ამბიციებიც რეალიზებული იქნება, პატარ-პატარა ამბიციები. ეს იქნება აკადემიურ სივრცეში, ეს იქნება ხელოვნებაში, ეს იქნება რაღაც ჟურნალისტიკაში თუ ასე შემდეგ. რაც პრინციპში ნორმალური ცხოვრების რაღაცა რითმია და ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთხელ და საბოლოოდ ნორმალური ცხოვრების რიტმზე. ამისთვის კი საჭიროა უკვე რაღაცა მესეჯების გაგზავნა, რომ ჩვენ უკვე ვართ მზად, რომ ახალი ცხოვრება დავიწყოთ. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო გადაცემა, გააზიარეთ, დაწერეთ კომენტარები და მოიწონეთ გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.